მოგესალმებით ყველას. Smart Fortwo 450. პრობლემა იყო ესეთი. პასაჟირის მხარეს დგებოდა წყალი. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ეს ხალიჩაც შელდებოდა და ძალიან ცუდი სუნი იყო. მოკლედ ამ პრობლემის არის ორი ვარიანტი რა. პირველი ეს ლაბავოიდან ჩამოსვლა, რაც გავრცელებულია და მეორე, როდესაც იქიდან ოპერატორის წინ პლასმასებიდან არის ხოლმე ჟონვა წყლის. ეს არის კონდიციონერის დრენაჟის პრობლემა. აი ეს დეტალი არის, ესეთი უყენია ქარხნულად. ესეთი წვრილი გამოსასვლელით და ეს დრენაჟი იბიდება ხოლმე და ამის შემდეგ ხდება უკვე შიგნით შეტანა და ჩამოდის წყალი. პრობლემის მოსაგვარებლად არის საჭირო მხოლოდ შიტოკის მოხსნა წინა და ეს კონკრეტული პატარა დეტალი არის ამ ორი ცალი კონდიციონერის ტრუბკის უკან. მანქანის корпуსზე. ძალიან მარტივად მოიხსნება, გაირეცხება, დადგება და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი აეწყობა.